პირველად საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის ხდომას თბილისი მასპინძლობს. რჩება თუ არა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყნის ევროპული კურსი უცვლელი, ეს ევროპარლამენტარების ინტერესის მთავარი თემაა. განიხილება ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელი საკითხებით. სავარაუდოდ სწორედ ამ სამიტზე უნდა გადაწყდეს საქართველოს ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების დასრულება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები პრეზიდენტს, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობის წევრებს შეხვდნენ. ქვეყნის პოლიტიკური კურსი საკონსტიტუციო ცვლილებები და კითხვები 8 თებერვლის დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ ხელისუფლების ცვლილების პარალელურად ხომ არ შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკური კურსი. შეკითხვაზე საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის ყველა წარმომადგენლის პასუხი იდენტურია. მე სტუმრებს მოვახსენე, რომ ხელისუფლების შეცვლამ ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ შეუქმნა ამ პროცესს, პირიქით დადებითი გავლენა იქონია, იმიტომ რომ ევროპელმა მეგობრებმა დაინახეს, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლა შესაძლებელია, ისე რომ არ შეიცვალოს ქვეყნის პოლიტიკური კურსი. საქართველოს შეუფერხებელი სვლა ევროკავშირისკენ ეს პროცესი არ შენელდება, არ შეფერხდება და მას საფრთხე არ შეექმნება. საშინაო პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამოკიდებულება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ერთნაირია. საქართველოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით ევროპარლამენტთან ურთიერთობას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა და სწორედ ამითია ეს დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი. ეს თანამშრომლობა ძალიან სერიოზულ კვალს და გაამჩნევს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს და ის პარლამენტარები, რომლებიც აქ არიან ჩამოსული, მათ კოლეგებთან ერთად, არიან სწორედ ისინი, ვინც ევროპარლამენტში განსაზღვრავენ ატმოსფეროს. ქართველი პოლიტიკოსები იმედს იტოვებენ, რომ ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერება შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ. საამისოდ კი ხელისუფლება დემოკრატიული პროცესების გაძლიერების პირობას დებს და ევროპელ მეგობრებს მონიტორინგის გაძლიერებას თავაზობს. თავის მხრივ ევროპარლამენტარმა გუნარ ჰოკმარკმა ქვეყანაში არსებულ ვითარებას იმედის მომცემი უწოდა. ეს პროცესი ჩვენ ორ ქვეყანას დააკავშირებს. დღევანდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიის ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. საკანონმდებლო ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლეს, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა მედიისთვის დახურული აღმოჩნდა. ევროპარლამენტარებს ხოლ სახელმწიფო კანცელარიაში ელოდებიან, სადაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაა დაგეგმილი. დღეს ვრცელდება ევროპის ხალხთა პარტიის წარმომადგენლის ქსიშტოფ ლისეკის განცხადებაც. ის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში სერიოზული პოლიტიკური პრობლემაა. გარდა ამისა, ქსიშტოფ ლისეკი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა სურს, ევროპულ ღირებულებებს პატივი უნდა სცემს. ის ასევე მოუწოდებს საპარლამენტო უმცირესობასთან და პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის ხელისუფლებას. ლისეკის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ ნახეთ ევროპის სახალხო პარტიის განცხადება და ეს არის ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფი. მათ შეუძლიათ ნებისმიერ გადაწყვეტილების დაბლოკვა ევროპარლამენტში და მათ უკვე გამოაცხადეს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს ვერ მიიღებს ვილნიუსის სამიტზე ესეთი წელს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ბოლო დროის მოვლენება საქართველოს შიგნით ამ განცხადების თანახმად ეს დააყენა ყველაფერი დარტყმის ქვეშ და ეს არის ყველაფერი იმის დანგრევა, რასაც ჩვენ ეს წლები ვაშენებთ. და ეს მე ჩემთვის არის ძალიან მძიმე რამე, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება უხაროდეს არც ოპოზიციას, არც მთავრობას, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ თუ ჩვენ ევროპამ ასე ვკრახელი, მაშინ ჩვენ ვიქნებით ადვილი ლუკმა მხოლოდ ერთი ჩვენი მეზობლისთვის. ევროპარლამენტარის განცხადებას დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი თანამშრომლობის აუცილებლობას ხაზს უსვამს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარის განცხადება შესაძლოა სულ სხვა მიზეზების ჰქონდეს. ევროპის სახალხო პარტია ეს არის პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომლის წევრი არის ნაციონალური მოძრაობა დიდი ხანია. ამიტომ ნუ გვიკვირს, თუ თავიანთ წევრი პარტიის მიმართ მათი მხრიდან ხანდახან შესაძლოა არც თუ მთლად ზუსტი თუ ობიექტური შეფასებები ისმის. აქვე ვაცხადებ, რესპუბლიკური პარტიის პარტნიორი პარტიები, ლიბერალური პარტიები ასევე არიან ევროპაში, აბა იმათი განცხადებები ნახეთ. შეიძლება იქ ჩათვალოთ, რომ ისინი ზედმეტად საჩვენოთ რაღაცას ამბობენ. ასე რომ ასეთ თემებს და განცხადებებს ყველას მივმართავ, რომ შევქმნენ გაგებით. ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ იქნება.
მადლობთ, თამთა ჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.